ჩვენი Python-ის basic-ების კურსის. დღეს ვისწავლით როგორ შეგვიძლია რომ კომენტარები დაუწეროთ და რაში გვჭირდება ჩვენ Python-ის კოდში კომენტარები. ასევე ნახავთ თუ როგორ შეიძლება რომ შევქმნათ string-ები და რა არის ზოგადად, ხო, ცვლადები, რომ მემორიში შევინახოთ და ასევე ხო, რამოდენიმე ტიპსაც შევეხებით Python-ში რა ტიპებიც გვაქვს და ვნახავთ ამ ცვლადების string-ების როგორ შევწყვეტ. კაი, პირველი უკვე ჩვენ ვიცით, ხო, რაღაცა მარტივი ოპერაციები, დამატება, გამოკლება, განმეორება, გაყოფა. მოდი დავწეროთ ახლა როგორ შეიძლება რომ დავუკომენტაროთ, ხო? ჩვეულებრივად ესეთი hashtag-ით და მაგალითად this operation makes some აქ მაგალითად შეგვიძლია დავპრინტოთ 5 პლუს 5, ხო? ეს რო გავუშვათ, ნახოთ რომ დაგვიტანს 10. ხო? ასევე შეგვიძლია მოდი ამ კლებაზეც გავაკეთებ hashtag-ი this open makes subtract and prints result. ნახეთ, მოდი დავპრინტოთ print და აქ მოდი 10 გამოვაკლოთ 2. ხო? ესე ვიცით რომ გვაქვს. გამრავლება გაყოფა უბრალოდ აღარ დავწერ. კაი, მოდი ეხლა ვისაუბროთ ცვლადებზე და ცვლადებზე რო ვისაუბროთ, აი მაგალითს მოვიყვან ძალიან მარტივს, ხო? მაგალითად ტელეფონში თუ სურს მაგალითად რომ მეგობრის, ან კლასელის, ან მეზობლის, ნებისმიერი ადამიანის ტელეფონის ნომერი ჩავიწეროთ, ხო, მაგალითად მე თუ მინდა რომ ჩემ მეზობელს დაურეკო, თუ მაგალითად კონტაქტებში არ ჩავიწერ, ხო, მის სახელს არ შევინახავ, მომიწევს რომ ყოველ ჯერზე ვკრიფო ტელეფონის ნომერი. შესაბამისად, არაკომფორტულია, ხო, მიწევს რომ ტელეფონის ნომერი დავიმახსოვრო, უფრო მეტი რაღაცა შრომის ჩადება მიწევს. შესაბამისად, უფრო მარტივი გზა არის, რომ ერთხელ ჩავწერო ტელეფონის ნომერი და დავარქვა სახელი, მაგალითად თემური და შესაბამისად, შემდგომ უკვე, როდესაც კონტაქტებში ჩავწერ თემურს, პირდაპირ შემეძლება რომ დავრეკო, ხო? ანალოგიურად ჭირდება Python-შიც რომ შევქმნათ ცვლადები და შესაბამისად შესაძლებელია შემდგომ მარტივად, ხო, აღარ გავიმეორო ეს რაღაცა, ნომრის აქტიფად ამახსოვრება და პირდაპირ შენახული ცვლადი გამოვიყენო მრავალჯერადად. მოდი შევქმნათ მაგალითად ცვლადი, მოდი მაგალითად იყოს ხო. მოდი რაღაცა ხო, შეიძლება მაგალითად სკოლის მოსწავლე იყოს, ხო? მაგალითად school student name. ხო, დავარქვათ თემური. ეს ხო. ეხლა რომ დავპრინტო მაგალითად school student name, ხო, ნახავთ რომ ამოგვიპრინტავს თემურს, ხო? და შესაბამისად, ამ ცვლადის ტიპის შემოწმება შეგვიძლია, ამ შემთხვევაში დამჭირდება ისე print function-ი, აქ გვექნება type function-ი და ამ type-ში გვინდა რომ school student-ი დავწეროთ და ეხლა ვნახავთ აქ რომ ეს იქნება string, ხო? ანუ იდეაში დაპრინტის დრო ჩვენ გვაძლევს აი ესეთ class, რომელსაც შიგნით უწერია შემდგომ რა ცვლადის ტიპი. შესაბამისად, უნდა დავიმახსოვროთ რომ Python-ის ცვლადებში გვაქვს ერთ-ერთი type-ი string-ი, ასევე შესაბამისად შესაძლებელი იყოს მაგალითად customer number. მოდი ჯერ მოდი დავპრინტოთ, ხო? ნახოთ customer number-ი, ამ შემთხვევაში დაგვიპრინტავს 2-იანს და ეხლა ამას თუ მოვაქცევთ ჩვენ type-ში, აქ ნახავთ რომ ეს იქნება უკვე int, ანუ integer-ი და ასევე მაგალითად შესაბამისად შემიძლია დავპრინტო account balance. და უნდა იყოს 10.20 და აქ account balance-ი დავპრინტოთ, მოდი. ხო? ამას ნახავთ რომ არის float-ი. შესაბამისად, მაგალითად JavaScript-ისგან განსხვავებით, როცა JavaScript-ში მხოლოდ გვაქვს type number-ი, ამ შემთხვევაში Python-ში ჩვენ გვაქვს, ხო, მთლიან რიცხვებზე ჩვენ გვაქვს
კლასი type integer-ი და შესაბამისად უკვე float number-ებზე ხო არა მთელ რიცხვებზე გვაქვს type float-ი. Number-ებს გვაქვს ეს-ორი შესაძლებლობა და ასევე მაგალითად ჩვენ გვაქვს boolean-ი, ხო? Boolean-ი როგორც JavaScript-ში მაგალითად is active user. ხო, ეხლა როგორც ვქნი, მეცნიერებს ამას ქვია snake case-ი, შესაბამისად, ხო, ჩვენ ვიცით რომ გვაქვს camel case-ი, როცა ახალ სიტყვას დიდი ასოთი ვიწყებთ. Python-ში უფრო მეტად მიღებულია camel case-ი, ან დიდ სიტყვას ყოფთ ქვედა ტირეთი. და აქ ეხლა true ან false-ი. მოდი ჯერ დავპრინტოთ message is active user-ი. ნახოთ რას ამოგვიწერს, ხო? აქ ნახოთ რომ bool არის, ანუ boolean type-ის ცვლადია ეს, შესაბამისად შემიძლია რომ გადავაწერო, ხო? ამით არის flexible და დავწეროთ რომ არის false-ი. ამ შემთხვევაში აქ ნახავთ რომ ისე ანუ bool არის. აქ თუ უბრალოდ დავპრინტავ, მოდი დავპრინტოთ is active user, ანუ მემორიში ნებისმიერ დროს შემიძლია შევქნა ცვლადი, გადავაწერო ცვლადი და ასე შემდეგ. კაი, მოდი, ახლა ცოტა გავივარჯიშოთ, რაღაცა დავწეროთ, მაგალითად შევქმნათ, არ ვიცი რა შევქმნათ. მაგალითად რაც დღეს ვისწავლეთ, მაგალითად football team members. და შევქმნათ მაგალითად coach-ი, იქნება მური მაგალითად fitness trainer-ი, იქნება Gaga, ხო? მაგალითად შეგვიძლია goalkeeper average age დავწეროთ რომ იყოს 27.5. მაგალითად შეგვიძლია რომ დავწეროთ კიდე რა, ხო? Match in this weekend იყოს მაგალითად true. ეხლა ეს ყველაფერი რომ დავპრინტოთ, ხო? Print და დავწეროთ coach-ი, დავპრინტოთ fitness trainer-ი, დავპრინტოთ goalkeeper average age-ი და დავპრინტოთ match weekend-ი. ჩვეულებრივად დავპრინტავთ, ხო, ამოვიღებთ. ახლა შეგიძლიათ დააპაუზოთ და იდეაში ხმაურად გვაქვს ეს რა type-ები იქნება. მოდი ახლა ეგეს დავწეროთ ბარემ print type-ი მოდი იყოს coach-ის, მოდი დავპრინტოთ type-ი და იყოს მოდი fitness trainer-ის, ხო, ანუ ყველას ტიპი ვნახოთ, რაც ვადებით შევქმნით, ხო, goalkeeper average age-ი და ასევე გვინდა დავპრინტოთ type-ი. ჩვენი მაგალითად match weekend-ის. აქ ვნახავთ რომ ახლა იქნება string-ი, float-ი და boolean-ი. ეს არის ჩვენ მეგობრებო ძალიან მარტივად და მოკლედ დროში ახსნილი, რაც საჭირო არის, ხო? ჩვენი ზოგადად ცვლადი როგორ შეიძლება რომ შევქმნათ და ცვლადებისთვის რა ტიპები გვაქვს. ეს არის string-ი ვისწავლეთ დღეს, integer-ი, float-ი და boolean-ი. ასევე ვნახეთ, ხო? გავიმეორეთ დაპრინტვა როგორ შეიძლება და ასევე ვნახეთ ჩვენი მარტივი type function-ი, რომელმაც შეიძლება ცვლადის ტიპი გვაჩვენოს კლასის გამოყენებით. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ, დაგვასაბსკრაიბეთ და არ დაგავიწყდეთ. ეს არის ღილაკ, ისე ხელის დაჭერა დროებით.